დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო გადაცემის ბოლო ბლოკის სტუმარი შემოგვერთდა პარიზის წმინდა მეფე თამარის სახელობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი ყოფილა ჩვენ. მშვიდობა მამა ანტონ, დაგვაცეთ. მადლობთ და უპირველეს ყოვლისა მადლობა თქვენ ტელევიზიას და მადლობა თქვენ აქ მოწვევისათვის ჩვენთვის ბედნიერება, იმიტომ რომ ყოველ ჩამოსვლაზე თქვენ არ ივიწყებთ ემიგრანტებს და ყოველ ჩამოსვლაზე მე მიწევს თქვენს გადაცემაში მოსვლა და მადლობა თქვენ რომ ყოველთვის გამონახავთ ხოლმე დროს, როდესაც ჩამბრძანდებით საქართველოში მცირე დროით, მაგრამ ყოველთვის მოდიხართ ჩვენ დღეში და მაყურებელს ბედნიერები ვართ იმით რომ ვილაპარაკოთ ჩვენ ქართველ ემიგრანტებზე, იმიტომ რომ მათთვის ეს ძალიან დიდი ნუგეშია, როცა მათ ახსენებენ საკუთარ სამშობლოში. მამა ანტონ, თქვენ წარმოადგენთ დასავლეთ ევროპის ეპარქიას და ჩვენ როდესაც ვისაუბრეთ რამდენიმე თვის წინ, ძალიან ბევრი ღონისძიება გავაჟღერეთ. მათ შორის იყო უმეტესობა იყო საქველმოქმედო ხასიათის საქველმოქმედო შინაარსის. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის ვიცით რომ ემიგრანტებმა თანხა გაიღეს და არაერთი ღონისძიება ჩაატარეთ. და ახლაც ვიცით რომ კიდევ ბევრი დაგროვდა სასაუბროთ, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი მოღვაწეობა თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით ხდება. ნამდვილად ემიგრაცია ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ქვეყნის განვითარებისათვის და ამაში ყველა ალბათ დამეთანხმება რომ აი ეს ხალხი შრომით და საკუთარი მოღვაწეობით აქ ბევრ ოჯახებს არჩენს და ეს ის ხალხია რომელსაც ნებისმიერ თვალებში რო ჩახედოთ მე ამას ყოველთვის ვიმეორებ ხოლმე დაატარეს ერთ რამეს ანუ სევდიანი თვალები ყველა მონატრებული ქართველი რომელსაც საკუთარ სამშობლოზე ზრუნავს დადი სევდიანი თვალებით იმიტომ რომ ძალიან მონატრებულები არიან საკუთარ სამშობლოს და ნამდვილად ჩვენი იქ ყოფნა და ეკლესიის იქ მოღვაწეობა განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ენიჭება, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ეკლესია ერთადერთი ადგილია, სადაც აერთიანებს საზოგადოებას და აძლევს სულიერ კვებას, როგორც სულიერად, ასევე მათ თუნდაც ისიც რომ საკუთარი მონატრება დაივიწყოს და ეს ადგილია თუნდაც ის რომ ეგულებათ ასეთი ადგილი სამბრალო სადაც მივლენ და თავიანთ პრობლემაზე თავიანთ გულის კილზე ისაუბრებენ და გულით მოусმენენ იციან რა თქმა უნდა ჩვენ იქ მარტო ეკლესია კი არა რომ მარტო წირვა ჩატარდეს იქ ჩვენ თავშეყრის ადგილი სადაც ვიკრიბებით ვღები საკვირაო სკოლები რა თქმა უნდა საკვირაო სკოლა გვაქვს ალბათ იცით ამის შესახებ გვაქვს 18 კაციანი გუნდი რომელსაც ვალერი თამარიონი ქვია ვალერი შარიფაშვილი ხელმძღვანელობს აი ბედნიერება რომ ეს ბიჭი ჩვენთან არის შექმნა ეს გუნდი და ასევე გვაქვს ანსამბლი თამარიონი ცეკვის ანსამბლი რომელიც უკვე უამრავი კონცერტს ატარებს სხვადასხვა უცხოეთ ქვეყანაში სხვადასხვა რეგიონებში და ასევე გვაქვს საკვირაო სკოლა სადაც ჩვენი ბავშვები სწავლობენ ქართული ენას ლიტერატურას მათ შორის ავტორ ჯულს და ამავე დროს არიან სულ მუდმივად ეკლესიასთან აქ ორი მიმართულება ერთია რომ ბავშვი არის ეკლესიაში ეკლესიასთან ახლოს და ღმერთთან ახლოს მეორე ის რომ მას ქართულ სკოლასთან უწევს ურთიერთობა კეთილი 10 აპრილის ღონისძიებით ხომ არ დავიწყოთ და შემდეგ მოვყვეთ ნელ-ნელა და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა და ალბათ საინტერესო ძალიან ბევრი კონცერტი ტარდება და სხვათა შორის მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა ეს ჩატარდა ქალაქ რეიმში მქონდა მიწება ჩვენ შეგნებულად დავარქვით ამ აფიშას და ამ კონცერტს დავარქვით რომ მოგზაურობა საქართველოში აფიშას ესე ერქვა რომ ჩვენ გაგვეცნო ჩვენი კულტურა ფრანგ საზოგადოებისთვის ეს არის ჩვენი ანსამბლი ეროვნულ სამოსია გამოწყობილი ბავშვები, რომელსაც აი მთელი დღე რეპეტიციებს გადიან კვირა დღე აქვს თამათ ერთადერთი დასასვენებელი დღე, რომ ბავშვი მთელი დღე სტუდენტია, სწავლობს კიდევაც, მუშაობს კიდევ, მაგრამ ერთადერთი დღეა, როცა ისინი კვირა დღეს დასვენების დღეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, სულ ჩვენთან არიან და დღე და ღამეს აი ერთ წუთს არ კარგავენ, რომ აი ესეთი კარგი საქმეები გააკეთონ და ამ ბავშვებმაც იგრძნეს ის, რომ აი ეს მათი ვალდებულება, მე მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ თქვენ ჯერ სამშობლოს წინაშე ვალი არ მოგიხდიათ, რომ ყველამ უნდა ვიხადოთ საკუთარი ვალი სამშობლოს წინაშე. და აი ასეთი კონცერტებით, ასეთი ღონისძიებებით თქვენ ცოტათი შეგიძლიათ რომ ვალი გადაიხადოთ საკუთარი ქვეყნის წინაშე და მართლაც ამ ბავშვებმა იგრძნეს ეს სამშობლოს სიყვარული მათი აი ამ ადამიანების ტაში იქ არიან ჩვენი ემიგრანტის მოსახლეობა მოდის ამ კონცერტზე ეპატიჟება თავის ნაცნობ ფრანგ მეგობრებს და ამით ამაყები არიან რომ აჩვენონ საკუთარი ტრადიციების გაცნობა შეგნებულად დავარქვით ამ კონცერტს შეგნებულად დავარქვით საქართველოში მოგზაურობა და არა მხოლოდ ქართველები ვიცით რომ სხვების ინტერესდებიან ქართული ფოლკლორით ხო მამა აი რამოდენიმე აი ეს რეიმსი აი ხა თქვენ რომელი კადრებიც ანახეთ უკვე მეოთხე მიწვევა გვაქვს იმდენად მოსაწონია ჩვენი ანსამბლი იმიტომ თქვენ ვიცით რომ რეიმსი ეს ისეთი ქალაქია როგორც ჩვენთვის მცხეთა ისეთია ფრანგებისთვის იმიტომ რომ იქ არის ის საკათედრო ტაძარი სადაც იკურთხებოდნენ მეფეები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასევე შამპანიურების ქალაქია სადაც იწარმოება ძალიან ცნობილი შამპანი ტანტენჯერის ცნობილი შამპანიური და რახან ეს
ქართველები ღვინის ქვეყნიდან ვართ, ამიტომაც ეთყობა ეს ამ რეგიონმა განსაკუთრებულად გამოგვირჩია და ხშირად გვეპატიჟება ნებისმიერ ღონისძიება და იქ არიან ჩვენი თეა პაპიაშვილია, რომელსაც ძალიან გვეხმარება ამ ურთიერთობაში და აი ამ ორგანიზება ყველაფერში ძალიან ბევრი. მამაო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცერტი ჩატარდა 29 მაისს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც აი ამ გუნდმა თამარიონმა მიიღო მონაწილეობა. რომელ ქალაქში იყო ეს კონცერტი და რამდენად დიდი მაყურებელი ყავდა? დიახ, ჩვენ აი ეს იყო ფრანგების მიერ შემოთავაზებული კონცერტი, ეს არის დაახლოებით 500 კილომეტრი პარიზიდან. ეს არის ერთ-ერთი დასავლეთის რეგიონი, სან-მერიენ, ესე ქვია, ორ ქალაქში ქონდა. ხოდაში გასაოცარი ის არის, რომ ზუსტად ერთ დღეს დაემთხვა ამ რეიმსის კონცერტი. ჩვენი გუნდი ერთდროულად სამ ქალაქში ატარებდა კონცერტს. ანუ მოცეკვავები იყვნენ სხვა ქალაქში, მომღერლები სხვა ქალაქში და იქ ჩვენ ჩავატარეთ კონცერტი და უამრავი ფრანგი მოსახლეობა დაესწრო. ეს იყო ერთ-ერთ ტაძარში. იქ ჩვენ გავმართეთ ეს კონცერტი და ეს იყო ყველაფერი ფრანგების ორგანიზებით ძალიან ძლიერი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა გუნდმა და კიდევ გთხოვეს, რომ უფრო მასშტაბური დიდი კონცერტი რო გავაკეთოთ შემდეგ ზაფხულს. და აი უკვე ვემზადებით უფრო მასშტაბური. რა თქმა უნდა, დაახლოებით 400-500-მდე ადამიანი ესწრებოდა და ეს პატარა პუბლიკა არ არის ფრანგის საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ეს ყველაფერი ფრანგის საზოგადოება ამას იგებს გაზეთები და გაზეთშიც იყო ეს გუნდი გამოქვეყნებული, ის რომ აი საქართველოსდან ჩამოდიან ესეთი ანსამბლი და ჩაატარებს ამ კონცერტს და ეს გაზეთიც უკვე კარგია, როცა ფრანგი გადაშლის და უკვე ეცნობა ქართულ კულტურას, ну არის ბევრ შემთხვევაში რომ ვიცნობენ როგორც სტალინის ქვეყანას, არის როგორც რაღაცა გაუგიათ რომ რაღაცა აი რუსეთთან კონფლიქტით და ჩვენი მიზანიც ეს არის რომ აი არის შემთხვევები რომ რაღაცა ცუდი სახელის მატარებლები ვარ თითქოს ხანდახან და პირიქით ჩვენ გვინდა რომ გადავფაროთ. ჩვენი ეს თავარი კონცერტები მიზნად იხსახავს იმას რომ ჩვენ არა ვართ ცუდი ქვეყანა, პირიქით შეიძლება ბევრ შემთხვევაში გვაბრალებენ რაღაცებს და სხვა აკეთებს და ხანდახან ჩვენ გვბრალდება სამწუხაროდ რაღაცები, თუმცა პრობლემებიც არსებობს და ვერავინ ვერ გავექცევით. და ამიტომ ამის გადასაფარად ეს კონცერტები იმართება, რომ ამ ფრანგ საზოგადოებას გავაცნოთ, რომ აი ესეთი ტრადიცია, კულტურა და მათ შორის ჩვენ არა მარტო კონცერტებს არ მართავთ, ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად ვისაც აი ძლიერი სამრევლო სადაც არის, ვთხოვთ რომ გააკეთონ ქართული ტრადიციული ტრაპეზი და უმასპინძლებით ან ქართულ ტრადიციული კერძებითაც სამზარეულოს კი ვახერხებთ, იმიტომ რომ მარტო ეს კონცერტი და რაღაცა ერთ მონოტონში არ წავიდეს, იმიტომ რომ მაქსიმალური ჩართულობა ქონდეს ფრანგს, რომ გაეცნოს ჩვენ კულტურას. სანამ კონცერტი დაიწყება, კიდევ ვანახებთ ხოლმე საქართველოს პატარა ფილმს. პატარა ლამაზი ჩანახატების ფილმია, რაღაც ლამაზი ადგილები, თავისთავად ისტორიული, ისტორიული კულტურული ძეგლები და ჯერ ასე ვაცნობ და მე იწყება ეს კონცერტი, რომ ამ ხალხს უფრო მეტი დატვირთვა ქონდეთ, ანუ მეტი ინფორმაცია ქონდეთ საქართველოს შესახებ. ასე საინტერესოა მომენტონ სულიერების თვალსაზრისით, როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები და როგორ აღინიშნება თუნდაც საეკლესიო დღესასწაულები, მაგალითად თამარობა იყო მაისის თვეში. დაწესდა ვიცით მენელსაცხებლე დედათა კვირაულის აღნიშვნაც ტრადიციაზე. კი, ტრადიციულად ერთგვარად ტრადიციად თამარ მეფის ტაძარი, ჩვენი ტაძარი თქვენ მოგეხსენებათ, არის თამარ მეფის ტაძარი და მადლობა იმ ადამიანს, ვინც ეს ტაძარი აგვიშენა ბატონ ბუბა ქებურიას, ეს თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამ ხალხს საოცრება იმ ქვეყანაში. იქ ქართული მიწაც კია მოყრილი, რომ ქართლს ეგონოსო ქართულ მიწაზე დგას. და თამარობით თავისთავად თამარობით დღესასწაული იქნება ეს თუ რამე დიდი დღესასწაული, ყველა რეგიონებიდან ჩამოდიან ჩვენთან და ყველა ესწრება ამ ტაძრის დღესასწაული იქნება თუ აღდგომა იქნება, ყველანი ვიკრიბებით მართავ პატარა ტრაპეზს და მათ შორის მენელსაცხებელი დედასაც ემთხვევა თამარ მეფის დღე და ჩვენ რაღაცა ახალი ტრადიციას მოვიფიქრეთ და აი მაგალითად კადრებს ასახავთ თქვენ ხედავთ ეს ტაძარში მოვიფიქრეთ რომ ხო არის რომ ხანდახან მანდილოსნები ისე არის შემთხვევა რომ თითქოს ვიღაცას ესმის რომ ქალბატონი მარტო სამზარეულოში ჩვენ ესე არ ვფიქრობთ ხალი ისეთი ადგილია რომ მარტო ქართველმა უწოდა დედაკაცი და ეს ამნიშნულოვანი სიტყვა იმიტომ რომ მე მგონი რომ ვაშკაც კაც ჩემი აზრით და არასოდეს აზდიდა მამაკაცი დედაკაცის დიდა ვაშკაცად და ამიტომ ჩვენ ესეთი ტრადიცია შემოვიტანეთ რომ მენელსაცხებელი დედების დღეზე თამარობის დღეს ამ ქალბატონებს ჩვენ მრელს მივართით რაღაც პატარა ყვავილები ტკბილიულობა და ასე მიულოცეთ და მადლობა უთხარით მათ იმ გაწეული დედობისათვის, იმ გაწეული ოჯახის შვილობისათვის, რასაც და ესე ვარიგებთ, ესე დაურიგეთ ამ მანდილზე ძალიან გასაოცარი ახალი ტრადიცია შემომტენთ, რომ არავინ არ ელოდა, რომ ტაძარში შეიძლებოდა თუ არა ასე გოგოებთან მანდილოსნებზე ყვავილების დარიგება და ჩვენ მადლობა უთხარით მათ, რომ არსებობენ, რომ არიან ჩვენი მეუღლეები, ჩვენი შვილები, დედები, რომელსაც ძალიან დიდი
8 წელი მიუძღვით ოჯახის საინტერესოა ის ბავშვები, რომლებიც ახლო ჩნდებიან, აი პირველ ნაბიჯებს გამენ, ხომ როგორ სწავლობენ ქართულ ენას თუ ინტერესებიან მშობლები რომ ასწავლონ ქართული ენა მამანტო და ოჯახები რომლებიც იქნება ის. რა თქმა უნდა, იქ როგორც ქართული ენის სწავლა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის. იმიტომ რომ თქვენ როგორც მოგეხსენება, ფრანგული სკოლა სხვა წესებით არის მოწყობილი. ფაქტობრივად დილიდან საღამომდე დილის 9 საათზე მშობელი რომ მიიყვანს სკოლაში ბავშვს, ის საღამოს 5 საათამდე სკოლაში. ფაქტობრივად ბავშვი დაღლილი ბრუნდება უკვე ოჯახში. და ძალიან ძლიერი კომუნიკაცია არ არსებობს მშობელსა და ბავშვს შორის. და ამიტომ ეს სკოლას ხელს უწყობს, იმიტომ რომ ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვი თამაშობს კიდევაც ქართული ურთიერთობა და მშობლებს ეს უხარიათ, რომ რასაც ჩვენ ვაკლებთ, ან ოჯახში ვერ ვაძლევთ, აი თქვენ ამას თქვენ გინაზღაურებთ ესა და ერთადერთი დღე, კვირა დღე, თვეში 4 კვირა ხომ არის, ერთი კვირა არის ფილმების დღე. და ვაჩვენებთ ქართულ ფილმებს, იმიტომ რომ თქვენ იცით იქაური ბავშვები სხვა ფილმებით, სხვა რაღაცებით იზრდებიან და ჩვენ მართლაც არის შემთხვევები რომ პატარა ბავშვს არ აინტერესებს, მაგრამ პედაგოგის ახსნის თვალსაზრისით, აი ახლა ჩვენი ბავშვი რომ ნახავს თუნდაც ბაშიაჩუქს, მამელუქს თუ რასულის კეთებასთან იყო ეს ფილმები ნანახი, რომ უხსნით უკვე ყურადღებით უყურებენ. თუმცა ეს ძალიან ძლიერად მოქმედებს მშობელზე, რომ მან იცის რომ აი არის ესეთი ადგილი, სადაც მიშვილი რაღაცა საკუთარს არ დაკარგავს და აი ცეკვის ანსამბლიც რო გვაქვს, აი ბავშვები მოყავთ თუნდაც ამის ხალისით რომ აი ბავშვმა იცეკოს ქართულად და მართლაც უკვე პატარა ანსამბლიც ყალიბდება უკვე და აი ანსამბლში ვიცით რომ ერთ-ერთი ფრანგი გოგონაა რომელიც ქართულად მღერის და ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ ნახოთ მის დიახ ეს არის ჩვენი სიამაყე კლემონსი ეს არის საოცარი გოგო რომელსაც მოვიდა ჩვენთან ჩვენი სარძლოა სხვათა შორის ახლა თქვენ ხედავთ კადრებს ის მღერის ერთ-ერთ სიმღერას მან სპეციალურად ისწავლა ქართული ენა და სარძლო არის ერთ-ერთი ჩვენი გუნდის წევრის სასწოლია და ისწავლა ქართული ენა და თუ თქვენ ახლა მოусმენთ გუნდში გაიცნეს ერთმანეთს გამინტერესანტი შეხედეთ აი საერთოდ აქცენტი არ აქვს და ისე კარგად ღერის თუ ასე ტოფა ეს ურთულესი სიმღერა ადამიანი რომ ქართველი არა ეს არის ჩვენ მოვაკიდევათ ეს სხვათა შორის იყო ერთ-ერთი პროგრამი ჩამოსული სადაც აქ კახეთში ასწავლიდა ფრანგულს ქართველებს აი ამ პროგრამით იყო ჩამოსული და ძალიან უყვარს საქართველოს მის ოჯახსაც სხვათა შორის აი ამ კონცერტზე მისი მშობლების დამსახურებაა რომ ეს კონცერტი მოეწყო ამ ქალაქში ეს მათი იდეა იყო და ეს არის ჩვენი სიამაყე და თვით ფრანგებსაც უკვირთ როცა გამოყავს და როცა იწყებს სიმღერას მათ გონიათ რომ ქართველია და მე რომ ვაცხადებთ რომ ის არის ფრანგი და თვითონაც ვაძლევთ სიტყვის გამოსვლის საშუალებას ვაძლევთ ეს არის მართლაც გასაოცარი იმიტომ რომ იშვიათობა ესეთი შედეგი. მამაო ძალიან მნიშვნელოვანია რომ ანსამბლმა საფრანგეთის კულტურულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, ხო? და იუნესკოს ხელშეწყობაც გაქვთ თუ არ ვცდები. დიახ, ჩვენ როგორც მოგეხსენებათ სხვადასხვა რეგიონებში რო ვატარებთ კონცერტს, უკვე რაღაცა გარკვეული ყურადღებაც მივიქციეთ ამ მიმართულებით. ჩვენთან სულ ახლახან ერთი თვის უკან მოვიდა წარმომადგენლობა, ესე კულტურის ესეთი ასოციაცია კულტურის კუნძული, სადაც გაერთიანებული არიან საფრანგეთში სხვადასხვა მოღვაწე ანსამბლები, გუნდები და როცა გაიგეთ ჩვენი გუნდის შესახებ, აუცილებლად ამ გუნდს უნდა გაფრთხილება, ესეთი გითხრეს და მოვიდნენ წარმომადგენლობა და ეს ასოციაცია იწყებს მუშაობას, აერთიანებს ქართულ ყველა კულტურულ ანსამბლებს, გუნდებს გაერთიანებს და ეს ყველაფერი შედგება სპეციალური საბუთი, რომელსაც ჯერ შევას კულტურის სამინისტროში და მერე გადაეცემა იუნესკოს და ესეთი შეპირება მივიღეთ, რომ გუნდი მიიღებს იუნესკოს მიერ ხელშეწყობის სპეციალურ სიგელს, რომელსაც ჩვენ იუნესკო მერე ნებისმიერ შემთხვევაში მარტო ისიც არის ბედნიერება, ნებისმიერ აფიშაზე თუნდაც იუნესკოს ემბლემა გამოჩნდეს, ეს უკვე გუნდის ხარისხს ცოტა წინ წამოწევს და ჩვენ ამით ძალიან გახარებული ვართ და ჩვენ დავთანხმდით ამას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თუნდაც საფრანგეთში და იუნესკო დაიცავს აი ამ გუნდის მემკვიდრეობას საფრანგეთში. მამაო,
ანთიმოზ იბერიელთან დაკავშირებითაც გვინდა გკითხოთ, ვიცით რომ წელს 300 წელი სრულდება მოწამეობრივი აღსასრული და ჩვენს ქვეყანაში გაიხსნა ერთი კონფერენცია და საინტერესოა ის კონფერენცია, რომელიც გაიმართა. დიახ, მე გავხდით ერთ-ერთ კონფერენციაზე, სადაც იკავრი ადგილობრივი რუმინელი ეპისკოპოსის მიწვევით ვიყავი და მეუფე აბრამისლოს საკურთხევით, რა თქმა უნდა, როგორც წარმომადგენელი მიიწვიეს, თქვენ იცით რომ ანთიმოზ იბერიელი უდიდესი წმინდანია მათთვის და გასაოცარი და ჩემთვის იყო სიამაყე, როცა ზიხარ ფრანგ საზოგადოებაში და მთლიანად საუბარი ეძღვნება სხვა ეკლესიის წარმომადგენელი. არა თუ ჩვენ გვიწევს ჩვენ ქვეყანაზე საუბარი, სხვა ეკლესიის წარმომადგენელი ყვება შენი ქვეყნის შვილზე, ანუ უდიდეს წმინდანზე და მას ეძღვნება ეს კონფერენცია, სადაც უამრავი ფრანგი საზოგადოება ესწრება და მთლიანი კონფერენცია ანუ ეძღვნებოდა ანთიმოზ იბერიელს და მე იქაურ ეპისკოპოს ვინც იყო შევხვდით და მე როგორც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი ვიყავი ამ კონფერენციაზე და ჩვენთვის იყო რაღაცა ბედნიერება ის დღე, როცა საფრანგეთში უცხო ქვეყანაში ამავე დროს უცხო ქვეყნის ეკლესია, რუმინეთის ეკლესია აღღერებს შენი ქვეყნის ასეთ დიდ მოღვაწეობაზე და საუბრობს აი მარტო მთელი კონფერენცია იყო მარტო მასზე მიძღვნილი და იქ იყო გამოფენილი ანუ მას რამოდენიმე ორი წარმომადგენელი იყო, რომელსაც მასზე დაწერეს წიგნები, პროფესორი, ერთი სასულიერო პირი იყო, მეორე პროფესორი უნივერსიტეტის, რომელსაც მათ შესახებ ძალიან ბევრი წიგნები აქვს გამოცემული და ისინი იყვნენ იქ მოწვეული და მათ ისაუბრეს ამ თემას იბერიის შესახებ და ეს იყო აი მთელი სიამაყის გზნობით ვიჯექით თუ ამას კანონირებაში არ ჩამისცეს როგორც სასულიერო პირს არ შენის სიამაყე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე ვიყავი ამაყი, იმიტომ რომ მთელი კონფერენცია იყო საქართველოს საუბარი. გუშინ გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასევე კონფერენცია, რომელიც წმინდა ანთიმოზ იბერიელს ეძღვნება და დელეგაცია, რომელიც არის ჩამობრძანებული საქართველოში, მათ ბრძანეს, რომ წლევანდელი წელი რუმინეთში ანთიმოზ იბერიის წლად არის გამოცხადებული. ძალიან სასიხარულოა და ერთ-ერთმა სასულიერო პირმა კომენტარის დროს ესეთი რაღაც სიტყვებით თქვა, რომ მე მინდა მადლობა უთხრა ქართველ ერს, რომ გვაჩუქა ასეთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე. რა თქმა უნდა, ძირითადი მთელი რაც რუმინეთის რაც კი ხელნაწერი არსებობს, რაც მათ წიგნები აქვთ, რაც მათ დღემდე ეყრდნობიან, ეს არის ყველაფერი ანთიმოზ იბერიის დამსახურება და მთელი კონფერენცია ზუსტად ამას ეხება. მან ჩამოაყალიბა პირველი სტამბა, თქვენ როგორც მოგეხსენებათ და ძალიან ძლიერი მოღვაწე იყო და ამით ისინი ამაყობენ და ნუ თუ რუმინელებს აქვს ამაყოთ ის რომ ესეთი ვაჩუქა, თქვენ წარმოგიდგენთ ჩვენთვის როგორი. რა თქმა უნდა. მამანტან ეწეოდეს მისი მადლი, რა თქმა უნდა. საინტერესოა, საომავლო გეგმებსაც კითხავთ, დასასრულისკენ მივდივართ და საინტერესოა, ისიც რომ ბევრი იქნება ასეთი. კი, გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს, კიდე ძალიან ბევრი კონცერტები გვაქვს დაგეგმილი. კიდე ამ მიმართულებით ხანდახან ხუმრობენ ხოლმე, შენ ღვდელი ხარ თუ კულტურის მინისტრია ხარ. ხუმრობენ ხოლმე, მაგრამ მე ამას იმ თვალსაზრისით ვაკეთებ, რომ მე მინდა რომ ჩვენი ქვეყანას უფრო სწორად იცნობდეს ფრანგი საზოგადოება, უფრო მეტი ინფორმაცია მიდიოდეს იმის შესახებ, რომ თითქოს ჩემი პროფილი არ არის კონცერტი, მაგრამ ხშირად ისმის ეს კითხვა, რატო უნდა აკეთებდეს ამას მოძღვარი. არა, კი, ერთია ჩვენ წირველოსაც ვატარებთ, სამრევლოც და მაგრამ ჩვენ ამიტომ სამრევლოებსაც ვაძლიერებთ, იმიტომ რომ ჩავდივართ წირვას რომ ვატარებთ, მე კონცერტსაც რომ ვუტარებთ, ეს ხალხი რაღაც სიამაყეც გზნობა, ეს ხალხი კონცერტზე იცლება ცრემლებით, იმიტომ რომ სადღაც რეგიონში არასოდეს არავინ არ ჩოხიანი, არასოდეს არ ჩასულა და როცა მათ ამ კონცერტს უტარებთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ ტირის იქ საზოგადოება ამას რო უყურებ და როგორ გვეხუტებიან და ეს მიმართულება გვაქვს და კონცერტები უამრავი გვაქვს დაგეგმილი, ეს ზუსტად აი ახლა 11-ში უნდა წავსულიყო და გადავდე, იმიტომ რომ 9-ში ამ დღეს საღამოთი მივფრინავ და 12-ში არისთან ახლოს ერთ-ერთი დიდ ტაძარში გვაქვს კონცერტი და ეს თამარიანი მიიღებს მონაწილეობას ამ კონცერტში და სექტემბერში გვაქვს ქალაქ ლიონში, დიდი ქალაქი ლიონში, რენეში ვაპირებთ კონცერტს და აი ასე რა ვიცი, ხუთი შეწევით ალბათ ყველგან რაღაცას მივიტანთ ჩვენ სიტყვას, რასაც ქართული სიტყვა ქვია, რომ ეს ფრანგი საზოგადოება ცოტა სხვა მიმართულებითაც გიცნობდეს როგორც კულტურული მხარე და უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. დიდი მადლობა გვინდა გითხრათ მამა ანტონ მოგზანებისათვის, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან შეხვედრა. მოვიკითხავთ ყველას სამრევლოს წარმომადგენლებს და ყოველთვის ველოდებით რა თქმა უნდა თუ ჩამოგზანდებიან საქართველოში რომ უმასპინძლოთ ჩვენი ეთერის საშუალებით. კი, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის. მე ასევე დიდი მადლობა მინდა უთხრა ყოველთვის მე არ შემიძლია არ აღვნიშნო მეუფე პეტრეს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ხშირად მეუფე პეტრეს მეუნება როცა ჩამოხვალ აუცილებლად უნდა მოხვიდე ჩემთან და მე მას მინდა დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ მეუფე არის განსაკუთრებული მოღვაწე ეპისკოპოსი და განსაკუთრებულად გულთბილად ღებულობს და ესმის ანუ ჩვენ ამ მიგრანტების და მე რო აქ მოვდივარ მართლაც თითქოს იმათი სათქმელი მომაქვს თქვენამდე
და მე მართლაც ეს ადამიანებია, რომელსაც აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საქართველოში, იქ ძალიან ნიჭიერი ხალხია და ჩვენ თუ გვინდა რომ საქართველო აშენდეს, ეს მათ გარეშე წარმოუდგენელია და ყველა ქართველის თავარი ოცნება რა თქმა უნდა დაბრუნდეს და უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და საქართველო ჩვენ როგორც ვიზახით არ არის სამოთხი, ყველა ჩვენთაგანმა უნდა მიიღოს ამ სამოთხის მშენებლობაში, ამ ქართული სამოთხის მიწიერ სამოთხის მშენებლობაში მონაწილეობა და ამათ გარეშე ცოტა ძნელი იქნება, იმიტომ რომ უნიჭიერესი ხალხია იქ და მე ბედნიერი ვარ რომ მათთან მიწევს მოღვაწეობა და თქვენი ეთერის მეშვეობით მათ მადლობას ვეტყვი ამ ბავშვებს, ამ ჩვენ გუნდს ყველას მადლობას ვეუბნები იმ რელს, ვინც ჩვენ გვერდით გვიდგას და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველო ჟღერდეს როგორც ღირსეული ქვეყანა საფრანგეთში. მამო, ჩვენ სახლს თუ უყურებენ საფრანგეთში? რა თქმა უნდა, ბევრ შემთხვევაში ინტერნეტის საშუალებით ეს არის შესაძლებელი, ბევრს აქედან სპეციალური ბლოკები აქვს წაღებული, სადაც ყველა არხი აქვს, იმიტომ რომ უმეტესობას მაინც ქართულ არხებს უყურებენ და ყველა, რა თქმა უნდა, თქვენი არხით მოვიკითხავთ მაშინ აქედან დიდი სიყვარული. სამრევლოს ასევე აქვს სოციალური გვერდით და ტოები აქაც მიდება ხოლმე ღონისძიებების ხო რაც იმართება. ყველაფერი ჩვენ სოციალური აი ძალიან მეხმარება საქართველოს გავიგოთ და ვნახოთ. ძალიან მეხმარება სოციალური ნახევარი ჩემი სამრევლო ამ სოციალური ქსელების შექმნით ინფორმაციის მიწოდების ყველაზე კაი საშუალება, იმიტომ რომ სამი ღონისძიება თუ ანუ წირვას ვატარებ 13 სამრევლო გვაქვს და ყველაფერი დამეხმარა სოციალურმა ქსელმა. ანუ მრევლის ინფორმაციის მიწოდება რომ აი აქ ყალიბდება სამრევლო, აქ ვიკრიბებით აი ამ ტაძარში, ეს არის ყველაზე კარგი გამოსაყენებელი საშუალება და ალბათ მადლობა იმასაც, ვინც ამის საშუალებასაც გააძლევს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად გაცემაში. თუმცა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი კანდილაკი ყოფილიყო და ჩვენს თქვენთან ერთად დამშვიდობებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა რომ ადევნებთ თვალყურს შუადღეს ერთსულოვნებაზე. გემშვიდობებით ნახვამდის. გემშვიდობებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ბედნიერ საღამოს გისურვებთ ნახვამდის.